მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა არის კვირა დღე, 9 საათი დილა. ჩემ წინა ვიდეოებში ვახსენე, რომ ძალიან მინდოდა სნოუბორდზე დადგომა. არ მდგარ ვარ არასდროს და მინდოდა რომ მეცადა თუ როგორ იქნებოდა და მინდა ამ სეზონზე მოვასწრო, სანამ ჯერ კიდევ შემორჩენილია თოვლი ტრასებზე. ეხლა მივიდივარ გუდაურში, რომ სნოუბორდზე დავდგე პირველად და ნახოთ როგორ იქნება. ჩემი გოგონა მზად არის. კარგ ფორმაშია. ეხლა დავიძრობით და გზადაგზა ჩაგერთვებით ხოლმე. წავედით აბა გუდაურისკენ. თბილისში საკმაოდ კაი ამინდია, დღეს არის 25 გრადუსი გამოცხადებული. გუდაურში რომ ნახე 7-8 გრადუსი არის და მე მგონი წვიმაც არის გამოცხადებული. მაგრამ მე ჩემ ვიდეოს ვინც უყურებთ გეცოდინებათ რომ სადაც წავედი, როცა წავედი ყველგან წვიმაში მომიწია სიარული, ასე რომ ეგ ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს, უკვე მიჩვეული ვარ. უბრალოდ ესეთი კარგი ამინდიდან იმ სიცივეში რომ მივდივარ. ამ დროს როცა ძლივს გამოვიდა კაი ამინდები ცოტა უცნაურია, მაგრამ სნოუბორდზე აუცილებლად უნდა დავდგე, მაინტერესებს როგორ შევძლებ სიარულს. Google Map-ი მიწერს, რომ 2 საათი მჭირდება დაახლოებით გუდაურამდე, ზუსტად 1 საათი და 54 წუთი და 11 საათზე უნდა ვიყო იქ, იმიტომ რომ ეხლა არის 10:05 წუთი. ნახოთ, რამდენ ხანში ავალ. დიდი ალბათობით იქ გზაში ბევრჯერ მომიწევს გაჩერება. საჭმელად აუცილებლად გავჩერდები, დასასვენებლადაც გავჩერდები ცოტა ხანი და 11-ზე შეიძლება ვერ ავიდებ. მთელი გზა ხო ვიდეოს ვიღებდი და ეხლა როგორც აღმოვაჩინე მიკროფონი ყოფილა გაფუჭებული, კი არა და გათშული. და ტყუილად ვილაპარაკე იმდენი. ძალიან გული დამწყდა. ნახავ მოკლედ ვიდეოებს რა გადავიღე, რო გავჩერდები, მერე დავათვალიერებ და შევეცდები ხმა მერე დავადო, არ ვიცი. ძალიან გული დამწყდა მოკლედ. მაგრამ არა უშავს, ისე მოგიყვებით რა ხდებოდა გზაში. რატო გვაქვს ძალიან მაგარი ქვეყანა საქართველო, რომ დაახლოებით 2 საათის წინ ისეთი ამინდი იყო თბილისში მზე, რაღაც მაიკით რო შეიძლება იარო და 2 საათში ამოვედი, აი რა მხელა თოვლია და რა სილამაზეა, უბრალოდ ენით ვერ აღწე. აქ თავიდან და მიზანი იყო რომ ამოსულიყავი აქ და მესრიალა სნოუბორდით, მაგრამ გზაში მე მგონი ეხა გადავიფიქრე და სნოუბორდზე მეტად პარაპლანის სურვილი გამიჩნდა და ეხა ცოტა ხანში გავფრინდები პარაპლანით. აი აქ კიდე ძალიან სილამაზეა. მიყვარს ჩემი ქვეყანა.
ეხლა ხედავთ ჩემს წვალებას snowboardზე. ცოტა ხნიანი წვალების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, მომავალ წელს უფრო მეტი ენერგიით, მეტი მონდომებით, მეტი დრო უნდა დამეთო ამ ყველაფრისთვის, რომ კარგად მესწავლა. ეხლა კი თავი დავანებე და დავიწყე პარაპლანზე დაჯდომის ფიქრი. ეხლა გადავწყვეტ პარაპლანით ფრენა რა, გადავიქრე სნოუბორდი და უსმოსოდი არა მეგობრებო, სამწუხაროდ ეს მე არ ვარ. თუ როგორ განვითარდა მოვლენები, მაგას სულ მალე გაიგებთ. ხო, არც ეს არ ვარ მე, სხვათა შორის. ეხლა ჩემი მეგობარი ადის განადგით, რომ დაეშვას პარაპლანით და შემდეგი ალბათ მე ვიქნები. ძალიან დიდი რიგები იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კარგი მზეა, ცოტა წინს კლავს, წვიმას იწყებს, არ ვიცი, რამდენად მოხერხდება წვიმის შემთხვევაში და ნახოთ, ძალიან გული დამწყდება, რომ ვერ მოვახერხო პარაპლანზე დაშვება, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა. მაგრამ ძალიან ღრუბელი წამოვიდა, არ ვიცი, რამდენად ჩანს კამერაში და უკვე წინს კლავს და თუ არ მოუმატა წვიმამ, ალბათ მეც მოვასწრებ და თუ მოუმატა წვიმამ, დიდი ალბათობით ამ სეზონზე გავუმაზავ პარაპლანით ფრენას, რაც ძალიან არ მინდა. ნახოთ. მოკლედ, როგორც ამოვედი, რითიც ამოვედი, ისევ იმით ჩავდივარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგები იყო და ფიზიკურად დღეს ვერ მოესწრებოდა პარაპლანით ფრენა. ნუ რა თქმა უნდა, გული დამწყდა, რომ ვერც პარაპლანით ვიფრინე და ვერც სნოუბორდზე ვიარე ნორმალურად, მაგრამ ეგ არაფერი ჯერ ყველაფერი წინ არის. ამ სეზონზე თუ არა, შემდეგ სეზონზე მოვასწრებ ყველაფერს, სნოუბორდსაც ვისწავლი კარგად, პარაპლანითაც ვიფრინე. როგორც უკვე გითხარით, ვერც თხილამურზე და ვერც სნოუბორდზე ვერ ვისრიალე. სნოუბორდის სწავლა მინდოდა, მაგრამ დრო არ მქონდა მაგისთვის და ვერ მოვასწარე. შემდეგ პარაპლანით ფრენა გადავწყვიტე და ეგაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. რადგან ძალიან დიდი რიგები იყო და აზრი არ ქონდა, მითხრეს რომ მთელი დღე შეიძლება დაგჭირდეს ლოდინი და ვერ მოასწროვო და ეხლა გადავწყვიტე რომ ყაზბეგისკენ წავიდე და აი ეს სილამაზე დაგათვალიერებინოთ და ამ ყველაფრით დავტკბე. ულამაზესი, აი მეგობრებო, ვერ აგიღწერთ როგორ მომწონს ამ გზაზე ბაიკით სიარული. ყაზბეგში რამდენჯერმე ვარ მანქანით ნამყოფი, მაგრამ მანქანით სიარულის დროს უბრალოდ ვიღლები და მეტი არაფერი და მოტოციკლით სიარულის დროს სულ სხვა შეგრძნება, სულ სხვა ემოციებია. ვერ ავხწერ უბრალოდ როგორ მსიამოვნებს ეს ყველაფერი. აი იცით როგორი შეგრძნება მაქვს? მთის არწივი რო ყავდეთ გალიაში გამოკეტილი დიდი ხნის განმავლობაში და უცებ რო გავუშვებ და რო გავფრინდება და თავისუფლებით რო ტკბება. აი რო დაფრინავს და გაჩერება რო არ უნდა, აი დაახლოებით ეგეთი შეგრძნება მაქვს. ამ გზაზე რამე კარგი მუსიკა და ნეტარებაში ხარ ადამიანი, როდესაც მოტოციკლებით ესე მიდიხარ. თუ ყავს მოტოციკლეტი, ცოტა მოთბეს და ელოდე და ეგრევე გამზადე და წამოდი, დამიჯერე, ძალიან ასიამოვნები დარჩები, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო გზაა და ძალიან მიყვარს აქაურობა. ბოლოს მოტოციკლით რო ვიყავი წამოსული, ზაფხულში ვიყავი. კაი ამინდი დამემთხვა საკმაოდ, ძალიან კაი იყო. ერთადერთი დისკომფორტს რაც მიქმნიდა იყო ოდნავ პატარა ჩაფხუტი მეხურა და ვისაც ქონიათ მსგავსი გამოცდილება, რომ ცოტათი პატარა ჩაფხუტი როდესაც გაქვს, პატარა მანძილზე არანაირ დისკომფორტს არ გიქმნის, ჩვეულებრივად გახურავს, მაგრამ როცა დიდი ხანია უკვე თავზე გახურავს, მერე ნელ-ნელა იწყებს თავის ტკივილი და საფეთქელთან თავი ისე საშინლად მტკიოდა, რომ მე რა გიზგავდი მოკლედ, ვერ ვიჩერებდი ვერანაირად ტკივილს. ხშირად მიწევდა გაჩერება, ჩაფხუტის მოხსნა, ცოტა ხანი დასვენება თავის და მე ისე ვაგრძელებდი გზას. მაგის გამო ბერჯერ რომ მომიწია გაჩერება, საკმაოდ გაიწელა დრო, მაგრამ ეხლა არაფერი რო არ მაწუხებს, ეს ძალიან კომფორტულად რომ გზავრობ, ისე მალე ამოვედი, ერთ ამოსუნთქვაში ამოვედი თბილისთან აქამდე და
ეხლაც ხო ისე სასიამოვნო არის ამ გზებზე სიარული, რომ რა ჩაფხუტზე მინდოდა მეკითხა თქვენთვის. ჩემი ჩაფხუტით ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ხრივ, რომ ვიზუალურად ძალიან მომწონს, ძალიან მსუბუქია, ძალიან კომფორტული, კაი ჩაფხუტია, მაგრამ ერთი დიდი მინუსი აქვს, რომ ხმაურიანია ძალიან. ქარის ხმა ძალიან შემოდის და ვინმეს თუ გაქვთ ამე გამოცდილება, ამე კარგი ჩაფხუტის, რომელიც იქნება ლამაზიც, კომფორტულიც, მსუბუქიც და ჩუმიც, იქნებ დამიწეროთ კომენტარებში და მირჩიოთ რამე კაი ჩაფხუტი. ქარის ხმასთან ერთად ასევე შემოდის ჩემი მალყუჩის ხმაც, ჩაფხუტში ძალიან ისმის. ძალიან ჩუმი მალყუჩი არ მიყენია, კაი ხმაურიანია. ღამე არ დავდივარ, არ მიყვარს ღამით სიარული და მაგიტო არ ვცვლი ამ მალყუჩს, თორე ღამე რომ მიწოდეს სიარული, აუცილებლად შევცვლედი და ამე ჩუმს დავაყენებდი, რადგან არ მიყვარს ხალხის შეწუხება. და ეს ხმაურიანი მალყუჩი არა მარტო მომწონს ამის ხმა, არამედ საჭიროა ჩემი აზრით, რადგან დამეთანხმებით რომ თბილისში მძღოლების დაახლოებით ალბათ 70% გათიშული დადის ამ ქვეყანაზე არ არიან ფიქრებში არიან წასულები ან მობილურში არიან ჩამძვრალები, ისე მართავენ ავტომობილს და შეიძლება ისე მიგაჭყლიტონ სადმე ან ისე გადაგაგდონ გზიდან რომ თვითონაც ვერ გაიაზრონ ამ ყველაფრის შესახებ და მე იკითხონ რომ ის მოტოციკლეტიანი ბიჭი საწავიდა ჩვენცი რომ მიდიოდაო და მსგავსი რამ რო არ შეგვემთხვეს, მაგიტო უფრო ხმაურიანი მალყუჩებით დავდივართ, ასე ვთქვათ, რომ დანახვით თუ ვერ გხედავენ, ხმა მაინც გავაგონოთ, რომ უახლოვდებით და დაგვინახონ, ასე ვთქვათ. ეხლა გუდაურისკენ რომ მოვდიოდი, ფასანაურამდე არ მისული, 1-3-4 მანქანამ ისე გადმომიჭრა გზა და იძულებული გამხადა, რომ მარჯვენა უკიდურეს მხარეში გადავსულიყავი, რომ რა ვიცი და იქ ხრეშია და საკმაოდ დიდი ალბათობაა იმის, რომ მოტოციკლეტი ან მოგვიცურდეს, ან რამე მსგავსი შეგვემთხვას და რატო არ უფრთხილდებიან ჩვენ სიცოცხლეს და ჩვენს ჯანმრთელობას ვერ ვხვდები. ანუ გასაგებია, ყველას გვეჩქარება, ყველას გვინდა სადღაცას წავიდეთ, მაგრამ იმის გამო რომ შენ გეჩქარება ადამიანს, ესეთი პრობლემა ხო არ უნდა შეუქმნა. იმასაც ვერ იტყვით, რომ ვერ დაგინახა და მაგ დროს დაიწყო გადასწრებაო, რადგან საკმაოდ ნელა მივდიოდი, მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ მოტოციკლეტი მოდის, ვალდებულს ხდიან, რომ გადახვიდე მარჯვენა მხარეს და გაატარო. გონი მთლად კაი აზრი არ იყო აქ სამოსვლა. მაგრამ ჩემ გოგონას ვიცი, რომ ყველაფერი შეუძლია და ყველგან მატარებს ნებისმიერ გზაზე. ერთად გვაქვს შემოვლილი ყველაფერი, მოკლედ და ესეთი უგზოობა ვერ შეგვაშინებს. მაგრამ ალბათ დამერწმუნებით, რომ ამ სილამაზის ნახვა ღირდა წამოსვლა და ამ გზებზე სიარული. თბილისიდან აქამდე რაც ვიარე, მარტო ავტობანზე შემხვდა ერთი მოტოციკლი, მარტო აქეთ არავინ არ შემხვედრია და ხვდები რომ მარტო მე ვარ, მე მგონი ესეთი გიჟი გადარეული და არანორმალური. თბილისიდან, საბურთალოდან, ჩემი სახლიდან ანუ რო დავიძარე, გუდაურში ვიყავი ზუსტად საათ ნახევარში. Google Map-ი მიწერდა დაახლოებით 2 საათს, მაგრამ რა თქმა უნდა მანქანისგან განსხვავებით მოტოციკლეტები საცობში არ ვდგებით, გადასწრება უფრო მარტივია, არა იმიტომ რომ სწრაფია, არამედ პატარაა და შეიძლება ის ადგილას გაძვრე, სადაც ავტომობილით ვერ გაძვრები და დაახლოებით 9 საათი მოვიგე გზაში. ეხლა ამ ლოკაციიდან ყაზბეგამდე მიწერს 23 წუთს. აქ არ ამგონია უფრო მალე ჩავიდე, იმიტომ რომ საშინელი გზა მანქანებს უბრალოდ ვერც ვასწრებ, უკან მივყვები. მაგრამ არა უშავს. აქეთ შედარებით ნაკლები თოვლია. ყაზბეგში არ ვიცი როგორი ამინდი დამხვდება. სხვათა შორის დღეს გუდაურში წვიმა არის გამოცხადებული 3-დან 4 საათამდე და დიდი იმედი მაქვს რომ არ გაამართლებს და არ იწვიმებს, რადგან უკვე ძალიან დავიღავე ამ წვიმაში სიარული. ზაფხულში კაი
ვუძლებ ამ წვიმაში სიარულს, მაგრამ ეხლა ამ სიცივეში, თოვლში კიდე წვიმა ძალიან ცუდი იქნება. მაგრამ ამინდიდან გამომდინარე შეიძლება არც გაწვიმდეს. ნუ ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ არ იწვიმებს. ამასობაში კიდევ ერთი სათხოვარი მექნება თქვენთან. ნუ დაიზარებთ მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარში, მოგწონთ თუ არა ესეთი კონტენტი, მოგზაურობის. ზოგადად ჩემი კონტენტი არის საკმაოდ შერეული. ხან დავმოგზაურობ, ხან მოტოციკლეტებს განვიხილავ, ხან პოდკასტები მაქვს და მრავალფეროვანია, ასე ვთქვათ და მაინტერესებს თქვენი აზრი, უფრო ყურებადი თქვენთვის რომელია და უფრო საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დიდი აუდიტორია არ მყავს, მაყურებლები ბევრი არ მყავს, მაინც არ შევწყვეტ ვიდეოების გადაღებას, იმიტომ რომ სულ რო 1000 კი არა, სულ რო 10 ადამიანს უხარებდე გულს ჩემი ვიდეოებით და ვანიჭებდე რაღაც სიამოვნებას ყურების დროს, ვაწვდიდე რამე ინფორმაციას იმ 10 ადამიანისთვის მაინც გადავიღებ ამ ყველაფერს. და ასევე მეც სამახსოვრო მოგონებები დამრჩება, თუ რას ვაკეთებდი ახალგაზრდობაში, რამოდენიმე წლის მერე გავიხსენებ. მე წეგან გასწრებაზე რო აღუნიშნე ამას გულისხმობდი, მანქანით ესე ვერ გაზურებით და მოგიწევთ დიდხანს დიოთ თქვენს წინ მიმავალ ავტომობილს. მოტოციკლეტით შესაძლებელია ესე გაძრომა და მაგაში საკმაოდ დიდ დროს ზოგავთ ხოლმე. სხვათა შორის ძალიან ბევრი ისეთი ავტომობილი მხვდება, რომელიც გზას მითმობს და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას და სამწუხაროდ მხვდებიან ისეთებიც, რომლებიც ოდნავადაც არ შეიწუხებენ თავს და არ გაწევენ ავტომობილს, არ გაგატარებენ. თვითონ თუ დგას, შენც უნდა იდგეს საცობში და უნდა დაელოდო. რატო უნდა გაასწრო? მაგაზე მაგარი ტიპი ხარ? რატომაც ესეთი წარმოდგენა აქვს და ვერ ხვდები რატო? არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ მძღოლებს, რომ გაგიწიონ ავტომობილი და გაატარონ მოტოციკლეტი. უბრალოდ ადამიანური ფაქტორია, მეტი არაფერი. ძალიან ბედნიერი ვარ. დაახლოებით 15 წუთში ვიქნები უკვე ყაზბეგში. გავჩერდები, დავისვენებ, ცოტა შევჭამ და მერე წავალ უკვე თბილისისკენ. მიუხედავად იმისა, რომ რა მიზანიც მქონდა სნოუბორდის სწავლა და სრიალი, ეგ ვერ მოვახერხე. არა უშავს გული ერთი წამითაც არ მწყდება, რო წამოვედი, იმიტომ რომ ძალიან ასიამონები დავრჩი გზით და სილამაზის დათვალიერებით. ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს და დავაფასოთ, დავათვალიეროთ ხოლმე ხშირად. Google Map-ი მაქვს სულ ჩართული, რომ უბრალოდ დროს ნახულობ ხოლმე რა დრო მჭირდება, თორე აქედან ყაზბეგის გზა რავი როგორ უნდა აგერიოს, სულ ერთი გზა მიცს. ფიქრობ ზაფხულში კიდევ არაერთხელ ამოვალ აქ მოტოციკლეტით და სურვილებით ვინც იქნებით, რომ რამდენიმე ბაიკით ერთად წამოვიდეთ ზაფხულში, შემეხმიანეთ, დავგეგმოთ და ერთი კარგი ლამაზი დღე მოვიწყოთ. ცოტა დავისვენოთ, ჭამოთ, წყალი დავლიოთ და მერე წავიდეთ თბილისისკენ. რასუფთა ბაიკით წამოვედი და როგორ გადალახიან. შეგარეთ, მეგონი გარეთ ჯობია. ეგ ჰაერზე.
მისწავლე რომ გამოფხიზლდე. და ძალები რო აღდგინო. გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია. ცოტა შევისვენებ და წავალ უკვე თბილისისკენ. ტრადიციულად როგორც ჩემი ყველა მოგზაურობის დროს ეხლაც გაწვიმდა მაგრამ წეგან წამოწინწკლა მე მალევე გადაიღო ეხლა ისევ წვიმს და იმედია გავასწრებ ამ წვიმას ღრუბელი კი ჩანს მაგრამ ნახოთ ჩემს ახლამდე მიწერს 2 საათსა და 55 წუთს ნახოთ რამდენ ხანში ჩავალ გზაში გაჩერება გეგმაში არ მაქვს, მაგრამ ნახოთ რა და როგორ იქნება. წვიმა მე მგონი გადაიღო ისა. თბილისამდე არის დარჩენილი 157 კილომეტრი. რეინჯი მიწერს 94 მილს. გუშინ გავავსე აუზი სოკარზე და ნუ საკმაოდ ბევრი ვიარე, ჯერ კიდე არის საწოვი, მაგრამ წინ ჩანს სოკარი, აქაც გადავავსებ ყოველი შემთხვევისთვის და უკვე წავალ თბილისისკენ. მადლობას გიხდით ყველას და თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ჩავიდა 9 ლიტრი. თბილისიდან ყაზბეგამდე დაწვა 9 ლიტრი. 157 კილომეტრზე. წვეთი არ ტაქსეულა ბენზინი არსად. ზოგგან რო იციან ზედგად და გასხავენ ხოლმე და იქიდან რომ მოდიოდი კამერა მეყენა წინ. აქ და მე კადრებს რო შევხედე ეს კამერა ძალიან ცუდად ჩანს კადრში და სანო დამიწერთ კომენტარებში რომ რა ცუდად ჩანს ეს კამერაო მოხსენი აქედან რომ ეს ხედები თავიდან დაგათვალიერებინოთ უკვე კამერის გარეშე. Google Map-ი როგორც მიწერს 7-20 აკლია. მაგ დროს სახლთან უნდა ვიყო უკვე. მაგრამ გონია რომ მაინც გავჩერდები სადმე დასასვენებლად, იმიტომ რომ იქიდან რომ წამოვედი არ დამისვენია პირდაპირ ამოვედი. მაგრამ გავჩერდი, იქ რა ქვია, გუდაურში გავჩერდი, კაიხანი. მე იქიდან აქ ჩამოვედი და ეხა აქედან თბილისამდე 3 საათის განმავლობაში რო არ გავჩერდე, ალბათ ცოტას დავიღლებდი. ამინდში ძალიან გამიმართლა, მე მგონი, კარგი ამინდია, მზიანათებს. წინ შავი ღრუბელი ჩანს და მინდა რომ ამ შავ ღრუბელს გავასწრო რომ არ გამიწვიმდეს გზაში, თორე წვიმაში საშინელება იქნება აქ. ხედავთ იმისა, რომ ეხლა სიმღერები არ მაქვს ჩართული. აი ამ თემს რო უყურებ, ესე რომ მივდივარ, რატომღაც ნიაზ დიასამიძის სიმღერები ჩამესმეს გულში. საქართველოზე და მთებზე. ძალიან მიყვარს აქაურობა, ძალიან ლამაზი. წეღა რო წვიმდა, ძალიან სასიამოვნო სუნი დგას. აი წვიმის მერე რო სუნი დგას ხოლმე, აი ვის გიყვართ ეგ სუნი, ეგ იგრძნობა ეხლა და ძალიან სასიამოვნო. და აქ უნდა გავჩერდე ხა. ცოტა ხანი უნდა დავტკბე აქაურობით. უჰუ! რა მაგარია.
რამხელა თავლია, ფეხი მივარდება შიგ. აი სოდავდექი. ხო ვიცი რომ არა ადეკვატური. ძალიან მაგარია. აი თავისუფლების შეგრძნება თუ გინდათ, აი აქ უნდა ამოხვიდეთ. კამერა რა დღეში, აზრი არ აქვს ამის გაკეთებას მოხსნი ჯობია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენჯერმე ვარ აქ ამოსული, ყოველ ამოსვლაზე ერთი და იგივე მაგარი ემოციები მაქვს. სახში წასვლამდე არ შემეძლო, არ გავჩერებულიყავი და არ მეჩვენებინა თქვენთვის კიდევ უფრო კარგად თუ სად ვარ და რა ხდება და რა გარემოა აქ. უბრალოდ გამოხედეთ რა სილამაზეა. ისეთ ემოციებში ვარ, რომ ცოტა მიჭირს ამ ყველაფრის გადმოცემა. ანუ მართლა ისე ვიქცევი გეგონება პირველად ვიყო აქ. მაგრამ ყოველ ჯერზე როცა აქ ამოვდივარ, სულ ეს ემოციები მაქვს. ძალიან მაგარია. აღარ მინდა წასვლა აქ მინდა რომ ვიყო. მაგრამ რას ვიზავ, დრო ეხა გავუყვე გზას თბილისისკენ. აბა დროებით მეგობრებო.